ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მიმყოფებით სოფელ დავაჩი, რომლის უმრავლეს ნაწილს ოდიშელიძეების გვარი წარმოადგენს. ეხლა გავისაუბრებით ბატონ ნოდარ ოდიშელიძეს, რომელიც ოდიშელიძეების გვარის ისტორიას მოგვიყვება. გამარჯობა ბატონო ნოდარ. გამარჯობა, მოგესალმებით. მაინტერესებს თქვენი გვარის ოდიშელიძეების ისტორია. რას ნიშნავს ოდიში, საიდან მოდიხართ, როგორ მოხდით სოფელ დავაჩი ოდიშელიძეები? ოდიშელიძის გვარის წარმომავლობა, ჯერ სადავრობაზე სანამ დავიწყებ საუბარს, უბრალოდ ამ სოფელში ოდიშელიძეების გვარი გამოჩენილა სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან. ეს თემურლენგის ლაშქრობების შემდგომი პერიოდია, როცა გაპარტახებული ნასოფლარების დასახლების პრობლემა გაჩენილა. არის მოსაზრება, რომ ოდიშელიძეების გვარი უკავშირდება ოდიშს და ოდიშიდან წამოსულთა შთამომავლები ვართ. აი ამ თვალსაზრისით, რომ სამეგრელოში არის გვარი ოდიშარია, რომ ოდიშელი აღმოსავლურ ქართულად არის ოდიშელი, დასავლურ კილოზე არის ოდიშარი, ეს იგივეს ნიშნავს. თუ მხოლოდ ამით დავკმაყოფილდებით, შეიძლება აქ ცხოვრები ოდიშელიძეები ოდიშელის ძეებად წარმოვიდგინოთ და მათ შთამომავლებად ვიგულისხმოთ. მაგრამ არსებობს ერთი ფაქტი. ოდიშის მხარეს, აი მეგრულ თემებში გვარის სალოცავად წმინდა კვირიკე არ გვხვდება. წმინდა კვირიკე არის ჩვენი გვარის მფარველი წმინდანი. წმინდა კვირიკე არის უმთავრესის სალოცავი სვანეთში. სვანეთში გვიან პერიოდამდე, არ მახსოვს ზუსტად ვერ გეტყვით რომელ საუკუნემდე, ფიქსირდებოდა გვარი ოდიშელიანი. არის სოფელი ჰადიში. ოდიშის ინტერპრეტირება აქედან წამოსულთა შთამომავლები უფრო უნდა ვიყოთ ერთი მოსაზრების გამო, რომ ოდიში და ოდიშის მხარე ბარის ზონაა და ბარის ზონა მტრის შემოსევებისგან არც დასავლეთ საკლდან მტრის შემოსევა და არც აღმოსავლეთსა რა. თანაბრად ნადგურდებოდა და საკმაოდ მაღალი ტერიტორია არის ეს ხო, და გასაგებია. აი ამიტომ ოდიშიდან აქ გადმოსახლება ამ სოფლის დასახლების მიზნით ჩემი აზრით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ჭარბი მოსახლეობა ამ დროს ოდიშსაც არ უნდა აქედან წასულს ხავს და უფრო მეტად სავარაუდო ჩემი აზრით ეს არის მთიდან ჩამოსახლება, ანუ სვანეთიდან ჩამოსახლება, რასაც ამაგრებს ისიც, რომ აი გვარის სალოცავი, გვარის მფარველი წმინდანი სწორედ წმინდა კვირიკეა, სვანეთის უმთავრესი სალოცავი. აქ ჩამოსახლებული ოდიშელიძეები პირველად დავაჩში არ დასახლებულა. ეს არის დუშეთის ზემოთ არის სოფელი აში, სოფელ აშის მახლობლად არის აღდგენილი ამჟამად ეკლესია, წმინდა კვირიკესი და ივლიტას სახელობის ეკლესია. ანუ ჩვენი გვარის სალოცავი და სადაც არის ოდიშელიძეების გვარი დასახლებული ახლა რამდენიმე სოფელია მეტნაკლები სიმრავლით ვარ წარმოდგენილი ოდიშელიძეები აქ დავაჩში, აგერ მეზობელ სოფელ ლაფანანთკარში, თვითონ აშში ცხოვრობენ ოდიშელიძეები. ოდიშელიძეების უბანი არის გურჯაანში, ოდიშელიძეები ცხოვრობენ მისაქციელში, ცხოვრობენ ნატახტარზეც, მაგრამ ცენტრი ანუ ჩვენი ასე ვთქვათ რელიგიური ცენტრი ოდიშელიძეების. ანუ ფუძე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელი აში არის. სოფელი აში არის ფუძე, აქ ჩამოსული და ოდიშელიძეების, ანუ პირველად იქ დასახლებული და იქიდან მომხდარა შემდეგ განსახლება აი ამ ხალხის და სავარაუდოდ სწორედ მე-15 საუკუნის ალბათ შესაძლოა პირველ ნახევარდაც ეს ალექსანდრე დიდის მმართველობის პერიოდში მოხდა აი ნათემურ ლენგარი საქართველოს მოშენება და მოძლიერება. ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრება ჩემი აზრით საფუძვლად მოკლებული არ არის და ახლა ლეგენდები წეღან ვისაუბრეთ
სხვადასხვა გვარზე. ღიმილის მომგვრელი არის ხოლმე ბერგერ, როცა ლეგენდას ისმენ და ყველა გვარს თითქმის ყველა გვარს აქვს თავისი წარმომავლობის საწყისად აღებული ასეთი რამე, რომ იქ ბატონი მოკლეს, შემდეგ საცხოვრებელი შეიცვალეს და ასე ამასინათ იაპონელს უსმენდნენ. შესანიშნავი მოხართულია გვარად კოჯიმა, მეგრელები ვართო კაცი ამტკიცებს, იმიტომ რომ ჯიმა მეგრული სიტყვაო და ჩემ წინაპრებს რომ სამეგრელოშიო ბატონი მოუყვრა და იაპონიაში გადასახლებულად. ანუ ეს ლეგენდა ესეთ ლეგენდას ხო არსებობს ამისანა ლეგენდაც ოდიშელიძეების დასავლეთ საქართველოსთან გადმოსახლებისა და რატომღაც ყველა გვარს ზუსტად ეს ლეგენდა აქვს. ახლა ის კოჯიმას ისტორია იმიტომ მოვიყვანე რომ იაპონელებსაც შესანიშნავად ერგება ეს ლეგენდა. ასე რომ სარწმუნოების პროცენტი აქ საკმაოდ დაბალია ამას რომ ენდო რომ ამის გამო შეიცვალეს ადგილი. უფრო ისტორიულ წიაღში უნდა ვეძებოთ მიზეზები. ეს არის აი ძნელებადობის ჟამს გაპარტახებული ნასოფლარების დასახლების მცდელობა ქართველ მეფეთა მიერ და სწორედ აი ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს ოდიშელიძეების გადმოსახლება. სასულიერო პირები თუ ყავდათ ოდიშელიძეებს? კი ბატონო, ამჟამად ავჭალიაში ღვთისმშობლის ეკლესიაში მოღვაწეობს მღვდელი ვახტანგ ოდიშელიძე. მისაქციელში ეკლესიის წინამძღვარი გახლავთ იღუმენი გაბრიელი ოდიშელიძე. მე-19 საუკუნეში ქაისხევის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახური იყო დიაკონი ოდიშელიძე. ამავე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დუშეთში ეკლესიის მეფსალმუნე იყო გვარად ოდიშელიძე და ეს ორი თანამედროვე მოღვაწე ყავს საეკლესიო რაც საეკლესიო მოღვაწეებში ყავს გენერალი ოდიშელიძე, ილია ოდიშელიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება. მისი შთამომავლები ოდიშელიძეები ახლა ცხოვრობენ საფრანგეთში, ერთ-ერთი ნოდარი ქვია სხვათა შორის. რამდენიმე წლის წინ მათ საქართველოში ჩამოიტანეს გენერალ კვინიტაძის ნეშტი, ჩამოასვენეს მისი ფერფლი. საქმე იმაშია, რომ გენერალ კვინიტაძის ქალიშვილი იყო ჩვენი ძალი, ასე რომ ვთქვათ, ოდიშელიძეების ძალი და პაპამ ცნობილმა გენერალმა კვინიტაძემ, რომელიც აღესრულა, ანდერძა დატოვა, რომ მისი ფერფლი საქართველოში ჩამოიტანათ და ამჟამად ქართულ მიწასაა მიბარებული. ოდიშელიძეების ხელით. კი ბატონო, ოდიშელიძეების ხელით. ვახსენეთ სოფელი არშა? აში არშა იქა თეციქითა. ანუ სოფელი აში. სოფელი აში არის სავარაუდოდ ოდიშელიძეების გვარის დაბადების წერტილი. კი ბატონო, აქ ჩამოსული ჩამოსახლებული ოდიშელიძეების პირველი ფუძე არის აში, საიდანაც მოხდა აი ამ გვარის განსახლება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ დავიძრებით სოფელი დავათიდან და ოდიშელიძეების გვარის ისტორიას გავაგრძელებთ მათ ფუძეზე, საიდანაც წამოვიდნენ ამ სოფელში, სოფელ აშში. 1951 წელს სოფელი დავათიდან 71 ვაჟკაცი წავიდა საბრძოლველად. აქედან 39 ვერ დაბრუნდა და 39-დან 18 ოდიშელიძეა. დუშეთის რაიონში ვიმყოფებით შემაღლებულ ადგილას, საიდანაც სოფელი აში ძალიან კარგად ჩანს. ზემო აში და ქვემო აში. როგორც გვითხრეს დავათში, ოდიშელიძეების ძირი მოდის ამ სოფლიდან. დუშეთის რაიონში ვიმყოფებით ულამაზეს ადგილას მონასტერში. ეხლა დედა ელისაბედს გავესაუბრებით და ოდიშელიძეების გვარზე 2-3 სიტყვას გვეტყვის. გამარჯობა დედა. მადლობა. დედა, მაინტერესებს ეს ტაძარი, ეს ლამაზი ტაძარი, ვინ ააშენა? ირაკლი ოდიშელიძე, ირაკლი და როინი ოდიშელიძეებმა. რომ წელში ააშენეს? 98-ში.
98 წელში და ერთვე ნახევარში ასენდა ეს ტაძარი. და ისინი აქცევენ ყურადღებას ესალამაზად რო არის აქაურობა ყველაფერი და თქვენ ბრძანდებით ხოლოდ. დიახ. დიდი მადლობა დედაო ამ ინფორმაციისათვის. ხაიხანი. ჩვენ აქედან დავიძრებით და ბატონ დავით ოდიშელიძეს შევხვდებით, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ოდიშელიძეების გვარის შესახებ. სოფელ აში ჩამოვედით და იპოვეთ თქვენ ბატონ დავით. დედა ელისაბედ მოგვითხრა, დავითიო ცოტა მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ოდიშელიძეების გვარის შესახებ და რა მაინტერესებს ცით რატო ითვლება დავათელმა ოდიშელიძეებმაც მითხრეს რომ ჩვენი ძირიო ფუძე ითვლებაო სოფელი აშიო დუშეთის რაიონი როგორ მოხდით აქ თუ შეგიძლია მომიყევი ამის შესახებ როგორც გადმოცემებით ვიცი და რაღაც ინფორმაციებიც მაქვს მოძიებული მე-15 საუკუნიდან მოიხსენიება ოდიშელიძეების გვარი სოფელ აშში 1559 წელს ფიქსირდება ჩანაწერი ოდიშელიძეების. რომელიმე მეფის ჩანაწერი იყო ეს იყო სარუსთველო დროშის განჩინებაში ვიღაც ახასო ოდიშელიძეები ალბათ ვიღაც მნიშვნელოვანი ოდიშელიძეები იყვნენ შედარებით ან რაღაცა ისეთი შეძლებული რო დავუსტოთ ერთდროულად არის სოფელი აში მოხსენიებული და ოდიშელიძეები ამ ჩანაწერში. არის კიდევ 1590-იან წლების ჩანაწერებიც მოხსენიებულები არიან ოდიშელიძეები. ესენი ყოფილან აში ჩამოსახლებულები მე როგორც ვიცი გადმოცემების თანახმად სვანეთიდან არიან, იმიტომ რომ მეც მიმყარებს ვარაუდს ეგ რომ მე-13 საუკუნეში მოიხსენიებიან ოდიშელიანები სვანეთში. და შესაბამისად მათი სალოცავი კვირიკე, წმინდა კვირიკე ჩვენ სოფელშიც არის ეს სალოცავი კვირიკის. ჩვენ სადაც ვიყავით მონასტერში, სოფელაშიც არის კვირიკის სალოცავი, რომელიც ასევე ოდიშელიძეებმა აშენეს და ჩვენ ვცდილობთ კვირიკეს, როგორც კვირიკობას აღნიშნავთ როგორც სვანები. კვირიკობას აღნიშნავთ როგორც სვანები 28 ივლისი, იქაც და ჩვენთანაც ასეა. და ვფიქრობ რომ რახან მე-13 საუკუნეში ოდიშელიანები იყვნენ სვანები სვანეთში ალბათ ძირი მანდედან გვექნება შეიძლება სვანეთიდან იყო გადმოსულები სოფელაში. ვარაუდი. მაინტერესებს აი ტაძარი ვახსენეთ. მე გამიგია მსმენია რომ სოფელდავაში ოდიშელიძეებმა მიიღეს ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა. არიან ოდიშელიძეები ვინც ტაძრებს აშენებენ. ახლაც ვიყავით ცოტა ხნის წინ დედასთან და გითხრა რომ ოდიშელიძეებმა აშენეს ეს ტაძარიო და აშენებთ ოდიშელიძეები ტაძრებს თუ რა ხდება? რამოდენიმე ვიცი მე და საბედნიეროდ ყავს ოდიშელიძეებში ეგეთი ადამიანები, ვისაც ეგ საქმე უფრო კარგად გამოზდის და იცის კიდევაც მათ საქმეს. არის ჩვენთან აში აშენებული ტაძარი აშენდა 2000-იან წლებში, კონკრეტულად რიცხვი არ მახსოვს. იყვნენ ამის ამშენებლები როინი ოდიშელიძე, რომელიც რაღაც უკვე გარდაცვლილია და ირაკლი ოდიშელიძე, ეს ბიძაჩემი ცოცხალია ეს ადამიანი ააშენეს ამ ორმა ადამიანმა ეს ტაძარი. ესენი ფიზიკურად მშენებლები არიან და აშენებენ თუ შეძლებული ხალხი არიან და ამიტომ აკეთებენ? შეძლებული ხალხი არიან და თანადგომა ახლა სოფლებიდანაც, გარშემო სოფლებიდანაც ჩვენც ყველანი მუშაობდით ამ ტაძარზე, მაგრამ წამოწყება და ფინანსები და ყველაფერი იყო მათი, როინის და ირაკლი ოდიშელიძეს. მე შეაძლებინათ. მაინტერესებს გამოჩენილ ოდიშელიძეებზე რას გეტყვით? თუ ვინმე იყო ომის გმირი, გენერალი, ან რაიმე ისეთი რომ აი ამ მსახიობი, მხატვარი, მომღერალი. მე როგორც ვიცი, ოდიშელიძე იყო გენერალი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან, რაზმის მხარეს, მებრძოლი და ასევე ეს ოდიშელიძე ერთ-ერთ ფილმში არის გამოყვანილი, შერეკილებში არის გამოყვანილი ხუტა ოდიშელიძე. ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი შეგალსტუკიანო. აბა ეხლა შენ გააღებირი და თქვი რომელიც ამ გენერალი ოდიშელიძეს დასაკნინებლად იყო ჩემი აზრით, ეს ჩემი პირადი აზრია. რადგან ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ფილმიც კომუნისტების დროს იყო გადაღებული, დააკნინეს იმ კუთხით, რომ რაღაცა ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს რა, არასწორი.
სინამდვილეში ეს გენერალი ოდიშელიძე გადმოცემებითაც და რაღაც ინფორმაციები მე რაც მაქვს მოძიებული, ერთ-ერთი სერიოზული მებრძოლი და სერიოზული ადამიანი ყოფილა. მეტი ცნობები მაგ ადამიანთან დაკავშირებით ვერ მოვიძიე ვერაფერი და შესაბამისად ეთყობა იმიტომაც, რომ კომუნისტებმა ეს ყველაფერი გააცნეს რა, ეს ყველაფერი ცნობები. დაახლოებით რამდენი იქნებით ოდიშელიძეები დედამიწაზე? როგორც სტატისტიკაში ბოლო პერიოდში ვნახე, დაახლოებით 1000 ადამიანი ვართ, არც კი 900 რაღაც ადამიანი ვართ საქართველოში მაცხოვრებელი ოდიშელიძეები. ძალიან ცოტა რა, სამწუხაროდ მაგრამ ძალიან ჩვენ ცოტა. ვთქვით, რომ უკრაინაში ცხოვრობენ ოდიშელიძეები და ძალიან დიდი სოფელი ყოფილა იქ. კი, ახლა ხანს გავიგე, რომ უკრაინაშიც ყოფილან ოდიშელიძეები, რაც ძალიან გაოცებული დავრჩიმე და ძალიან სასიამოვნოც იყო ჩემთვის. ერთ-ერთი მეფის დროს სიამოვნებით გავიცნობდი უკრაინელ ოდიშელიძეებს. ერთ-ერთი მეფის დროს განმოიარა თუშეთის რაიონში, დავათში თუ თქვენ იქენ გამოიარეს აში არ ვიცი ზუსტად ამას დავაზუსტებ და რამოდენიმე ძმა და ბიძაშვილები გააყოლეს მეფეს და იქ რო ჩავიდნენ, ეთყობა ესე მოხდა რომ დარჩნენ და გამრავლდნენ კარგად. დიახ, სავარაუდოდ აშში გაივლიდნენ, იმიტომ რომ აშზე გადიოდა ადრე ძველი სამხედრო გზა გადიოდა აშზე. მე გაკეთდა ეს ჟინვალის დაგუბება და ეს რო გაკეთდა, მე გადაინაცვლა მაგზამ, თორე ისე ჩვენს აშზე გადიოდა ეს სამხედრო გზა და ყაზბეგის მიმართულებით და მანდ მიდიოდა. მოკლედ, ბატონ დავით, ვიყავით დავათში, ვართ სოფელაში და მაინტერესებს კიდე თუ არიან სადმე ოდიშელიძეები? ძირითადად არაგვის ხეობაში არიან ოდიშელიძეები, ორივე მხარეს, ორივე კალთაზე, ფერდობებზე და როგორც ვიცი, კახეთშიც არიან ოდიშელიძეები. 1-2 ვიცნობ, მაგრამ კახეთში სად? გურჯაანში ამბობენ რომ ოდიშელიძეები არიან და სამწუხაროდ არ ვიცნობ იქ ხალხს ბევრს, 1-2 ადამიანს ვიცნობ. ყველას არ ვიცნობ. და სურვილი მაქვს რომ გავიცნო რა. ხო და მე მაშინ ახლა აქედან დავიძრები. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისათვის. დავიძრებით და ჩვენ წავალთ გურჯაანში, გავიცნობთ გურჯაანელ ოდიშელიძეებს. თანამ კახეთისაკენ დავიძრებით, ოდიშელიძეების გვარზე მუშაობის დროს არ შემეძლო თქვენთვის არ გამეცნო უნიჭიერესი ხელოვანი ადამიანი შიო ოდიშელიძე. გამარჯობა ბატონო შიო. გაუმარჯოს. ვერ გამოგტოვებდით ნამდვილად, იმიტომ რომ ნამდვილად ხელოვანი ადამიანი ვდანდებით ოდიშელიძე. მაინტერესებს გამოფენა დაიხარა, ძალიან გაგვეხარდა ეს ამბავი. მაინტერესებს დაახლოებით რამდენი წელია რაც საქმიანობთ ჭედურ ნაკეთობებს? ზუსტადაც და მიახლოებითაც 30-15 წელია რა. ეგრე არის. ეხლა 72 წლისა ვარ და დავიწყე 35 წლის რო ვიყავი. ეგრე გამოდის სადღაც რა. მაშინ ხო, არ არსებობდა, მაშინ ეს გამქრალი იყო ეს ხელობა რა საქართველოში, ხელობა. და ჩვენ დავიწყეთ 1-2 კაცმა აი ანიდან დავიწყეთ ყველაფერი თავიდან ჭედვა და ეგამდე მოვედით რა ბოლო-ბოლოდან. დღეს უკვე ძალიან ბევრი მიმდევარი. ინსპირაციის წყარო რა იყო თქვენი, რატო გადაწყვიტეთ იმ პერიოდში დანების გაკეთება? ძალიან მიყვარს დანები და როგორც კი დაუშვეს ამ დანების კეთებისისა, ეგრევე მივყავი ხელი. აკრძალული იყო? აკრძალული იყო კი, რა თქმა უნდა, კომუნისტების დროს იყო კრიმინალი, ფაქტიურად თეს საბჭოთა კავშირში. თქვენი ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი რომელი არის? თუ აქ არის და უკვე რა ვიცი, გასხვისებული არის. აქედან დავიწყე ეს იაპონური ტანტუარი. ხო, მე გადავედი ქართულებზე და აი ეს არის ბოლო ნამუშევარი. ბოლო ნამუშევარი როგორი რეალად ლამაზი არის. ვინმეს უძღვნით ხოლმე ამ ყველაფერს თუ საიდან მოგდით ეს იდეა რომ აი თქვათ ესეთი იყოს და არა რაღაც სხვანაირი. თვითონ გიბიძგებს აი ეს მასალა და ყველაფერი. აი თავიდან ვერ გეგმავ შენ რომ აი ესეთი უნდა გავაკეთო რა. რო იწყება რა, მე თავის ჭყვაზე მიყევ ხარ ხელობას გაიგე შენა და ესე გამოდის რა. ანუ გამოდის კინა გესაუბრება. კინა გესაუბრება. ხო. ბატონ შიო, მაინტერესებს კიდე ოდიშელიძეების შესახებ რაც მეთქვით, მცირე ინფორმაცია გვაქვს უკრაინაში ცხოვრობენ. და მათ შესახებ ვთქვით, რუსეთიდან ახლა გურამიშვილი რო გადმოვიდა უკრაინაში მირგოროდში გამოყვა აზნაური ოდიშელიძე. თუ არ ავსწრები რა, ახლა ზუსტად ვეგეთქვი, ზუბოვკა იყო სოფელი სასად დასახლდნენ და გურამიშვილები არ გამრავლდნენ იქა და ოდიშელიძეები გამრავლდნენ, დღესაც არიან ოდიშელიძეები იქ.
ქართველის გაგებაში არ არიან, მაგრამ იციან საიდანა ვართ რა და ერთ-ერთი ქალბატონი იყო ეს ადრე კომუნისტების დროს მუზეუმში მუშაობდა მიუყვანია სახში და გაზეთების ამონაჭრები საქართველოზე ისა გაფენილი ქონია ისე უყვარდა, მაგრამ ერთი სიტყვა არ იცოდა ქართული უკვე საიდან აბა დიდი მადლობა ბატონო შიო მოწოდებული ინფორმაციისათვის. გაიხარე გენო. წარმატებებს გისურვებთ და იმედია ბევრ ახალგაზრდა სასწაულით ვიცი რომ მოწაფეები გყავთ და არ დაიკარგება და თქვენი ხელობა რასაც საქართველოს უტოვებთ დარჩება ჩემი გზას ვაჩუქე. ჩვენი საჩუქარი არის. თვითონ რძლის მოხატულია. აი ეს რძალი მიხატავს ხოლმე ხო და ავიღე და ვაჩუქე. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით და ჩვენ აქედან კარგად კახეთში გინაცვალეთ, წავალთ რომ კარგად. სხვა ოდიშელიძეებით გავიცეთ. ბედნიერად. ავედით კახეთში. კარგად აბა. ოდიშელიძეების გვარის კვლევას გამოვყევით და სიტყვა რასაც ვამბობთ იშვიათად. კახეთში ვართ, ჩემს უკან არის გურჯაანი, კალოსუბანი, სადაც ცხოვრობენ ოდიშელიძეები. და ეხლა გავისაუბრებით ადამიანს, რომელიც გადაცემის დაწყებიდან, ოდიშელიძეების გვარის დაწყებიდან ჩვენ გვერდში დგას და მოგვიყვანა აქამდე, ჩამოგვიყვანა კახეთამდე. გიორგი გამარჯობა. შენ ვიცი რომ დაოთელი ოდიშელიძე ხარ. ჩამოვედით გურჯაანში, დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნება, რამდენი კომლი იქნება ოდიშელიძე აქ? მოდი პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ამ გადაცემისთვის, ჩვენი გვარის კვლევისთვის, ძალიან კარგი გადაცემაა და ეხლა დავიწყოთ დავათიდან, დავიწყეთ და მე წავედი სოფელ აშში. მე ვიცოდი რომ აქ ცხოვრობენ ოდიშელიძეები, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა. ეხლა როგორც დავაზუსტეთ, აქ დაახლოებით 40 კომლი, ცოტა მეტი ოდიშელიძე ცხოვრობს, მაგრამ ზოგი ადგილობრივი ხა აქ არ არიან, წასულები არიან, დაკეტილია ბევრი სახლი, მაგრამ დაახლოებით 40 კომლი ცხოვრობს აქ. კიდე სად შეიძლება იყვნენ ოდიშელიძეები გამრავლებლები თუ იცი? კიდევ ოდიშელიძეები ასევე არიან უკრაინაში. და უკრაინაში? უკრაინაში, დიახ. თუმცა უკრაინაში ოდიშელიძეებს. პირველად რო გავიგე, მეც გამიკვირდა, მაგრამ ნამდვილი დანამდვილებით ვიცი, რომ იქ ქართული ოდიშელიძეების სოფელია. ესა ალბათ არიან გამრავლებლები. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, გადაცემის სრულ ოფერში მოყვანისთვის, იმიტომ რომ სადაც არიან საქართველოს ტერიტორიაზე ოდიშელიძეები გამრავლებლები, ყველგან მიგვიყვანე და მადლობა შენავისთვის. მადლობა თქვენ ამ გადაცემისთვის და გამოიწერეთ არხი. ოდიშელიძეების გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონის სოფელ დავათში. მათ ქვეყნის მთლიანობისთვის ბევრი გმირი გაზარდეს, რომელთაც სიცოცხლე, ომს და ქვეყანა შესწირეს. ოდიშელიძეების გვარის ფუძედ ასევე დუშეთის რაიონის სოფელი აში ითვლება, სადაც მათ ააგეს წმინდა კვირიკეს ტაძარი და კვირიკობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ასევე მათ ააგეს ტაძარი ბულაჩაურში. ოდიშელიძეები დაახლოებით 40 კომლი ცხოვრობს გურჯაანის რაიონის კალოს უბანში. 1724 წელს მეფე ვახტანგ მე-6-ემ თავადაზნაურების 1200 კაციანი ამალა შეკრიბა და მათ შორის იყო ხნაური ოდიშელიძე. ისინი იბრძოდნენ იმპერატორისთვის და ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის ტერიტორიაზე იმპერატორმა მათ დიდი მამულები გადასცათ, სადაც გვარი ოდიშელიძე ასევე არის გავრცელებული.